Anris დედიკო თეა გელანტია უნდა შემოგვერთდეს პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ქალბატონი თეა. დიდი მადლობა რომ აი ახლა ამ წუთებში ხართ ჩვენთან ერთად და შეგიძლიათ რომ თქვენ შულსაც მიმართოთ და საზოგადოებასაც. არ ვიცი რა შეიძლება რომ გკითხოთ ამ დროს თქვენს ემოციაზე, თქვენს განცდებზე და თქვენს რეაქციაზე. მაგრამ ბოლოს სიტყვები ანრის ეს იყო, რომ დედიკოს მიმიხედეთო. მოგესალმებით ყველას ბოძის გიხდით წინასწარ რომ დალაგებულად არეულად თუ თქვი რამე, იმიტომ რომ ძალიან დიდ ემოციაში ვარ. ანრი დე, ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება. ეს ქვეყანა თქვენია. ეს რაც ხდება დღეს ყველაფერი დროებითია. მადლობა უფალს, მადლობა იმ ბიჭებს რომ შენ იმ ბიჭების ნაწილი გახდი. საქართველო გმირების არის, როგორც იყო ანწუხელიძე და არა 300 ლარიანი მოღალატეების, რომლებიც დღეს საქართველოს მართავენ. დღევანდელ მთავრობას არ უნდა მოაზროვნებ ახალგაზრდობა, ჩლუნგი ახალგაზრდობა უნდა, რომელიც ადვილად მართოს. ეს ასე არ იქნება. ანდრი, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, როგორც შენ იცახიდე. მადლობა მინდა ასევე უთხრა იმ ნანუკას, რომელიც ჩვენი ბიჭების იმედები არიან. უბრალოდ მინდა მივმართო მოსამართლეს და პროკურორს, ქვა რომელიც თქვენ ჩემშვილს ესროლეთ. თქვენი სინდისი უფრო სუფთა იყო თუ ჩემი შვილის სინდისი იყო უფრო სუფთა. დამსახურებულად ესროლეთ ჩემშვილს ქვა. თქვენ თავს კითხეთ, ბატონო მოსამართლე, ბოლოს განაჩენი რომ გამოუტანეთ ჩემშვილს, სახეზე ხელი რატომ აიფარეთ? სადმე ხომ არ გაიელვა თქვენში სინდისის ნაპერწკალმა? ბატონო პროკურორო, თქვენ აღებული პრემიის სახით ანრის დღეს რომ მიუსაჯეთ, ღმერთმა ისე შეგარგოთ, როგორც იმსახურებდეთ. მეც არაფერს არ ვიტყვი მე. საქართველო ყოველთვის იყო გმირების და გმირების იქნება. ოდითგანვე ყოლია საქართველოს მოღალატეები და ასე რომ ყველამ ძალა ერთობაშია. მეტი რა ვთქვა, არ ვიცი, მე 12 წელია ემიგრანტი ვარ და მე ისეთი შვილი არ გამიზრდია 20% რომ ართავს საქართველოს. ქალბატონ თეა, მე არ ვიცი, მე მართლა პირველად ვარ ასეთ მდგომარეობაში, როცა ძალიან მიჭირს თქვენთვის კითხვების დასმაც, ეთერის წაყვანაც და ემოციის მართვაც, მით უმეტეს, რომ ახლა სტუდიაში ჩემთან ერთად არის ქალბატონი მარიზი კობახიძე. რეჟიმის კიდევ ერთი პატიმრის თორნიკე გოშაძის დედა და ანრიც აი ბოლოს ამას ამბობდა, რომ ჩვენ ყველა ერთი ოჯახი ვართო და მართლა რაღაცნაირად ერთ ოჯახად გადაიქეცით თქვენთან ერთად ტირის ახლა ქალბატონი მარიზიც აქ სტუდიაში და მე მინდა რომ ჩვენ აი ასე ვართ და თქვენც მანდ ალბათ ასე ხართ, რომ ერთმანეთის გამხნევება, ერთმანეთის გვერდში დგომა, ერთმანეთისთვის რაღაც სტიმულის და იმედის მიცემა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ ბიჭებს არ მოუწევთ ამდენი ხანი უსამართლოდ ციხეში ჯდომა და 4 წელი და 6 თვე თუ 5 წელი, რასაც აი ასე უსჯიან ეს მოსამართლეები, ეს ბიჭები არ იქნებიან ნამდვილად ციხეში. რას ფიქრობთ თქვენ, გაქვთ თუ არა ამის მოლოდინი, ამის იმედი, რომ არც ანრი, არც სხვა პატიმრები ამდენი ხანი არ დარჩებიან ციხეში და ამ ქვეყანაში ძალიან მალე შეიცვლება და გადაწყდება აი ეს უსამართლო სიტუაცია? უბრალოდ გაგცემთ მაგკითხვაზეც პასუხს. უბრალოდ ხალხს მინდა მივმართო. ადამიანმა, რომელმაც კაცი მოკლა, ის გირაოს სახით გაუშვეს. ეს არის სპორტსმენ ბექაურია, მე მგონი, ახლა განერულებული რო ვარ, რომ ნერვიულობ, გვარს ვერ ვიხსენებ. კაცი რომელიც მოკლა, ის გირაოს სახით გაუშვეს და ჩვენი ბიჭები, ჩემი შვილს პირადად არაფერი არ დაუშავებია. ყველანაირი საბუთი ჩვენმა ადვოკატებმა წინ დაუდეს დამადასტურებელი, რომ ანრი არ არის დამნაშავე, იმას უსჯიან 4 წელს და 6 თვეს. ეს სამართალია? ეს მთავრობა უნდა დარჩეს და ეს ხელისუფლება უნდა დარჩეს? არ უნდა დარჩეს. უნდა წავიდნენ. რა თქმა უნდა, მაქვს მე იმის მოლოდინი, მალე გადაშენდებიან ეს ეშმაკის მოჭკულები და ნორმალური ცხოვრება გვეღირსება. ყველა ის ხალხი, რომელიც ჩუმად არის, ჩვენი შვილების უბედურებაზე აგებენ თავიანთი შვილების ბედნიერებას და თავიანთი ოჯახის ბედნიერებას, მაგრამ ეს ასე არასდროს არ მომხდარა და არც მოხდება კიდე.
კი ბატონო და ნამდვილად მეც დარწმუნებული ვარ რომ ეს ასე იქნება და აი რა არის თქვენთვის ახლა მანდ როცა შორს ხართ თქვენ შვილთან და სამწუხაროდ ისე მოხდა რომ ციხეშიც ვერ შეძლებთ მის მონახულებას და 4 წელი და 6 თვე მიუსაჯეს დღეს და გამოაცხადეს ეს განაჩენი. აი რა არის ის мотивация, ის ძალა, რა გაძლევთ თქვენ ახლა მანდ ძალას და გამძლეობას? უფლის რწმენა და ძალა, ლოცვის ძალა, რომელიც ქვეყანას აზანზარებს. მე არავისთვის არ მithქვია ეს. დღე და ღამე ვლოცულობ, წმინდა ბერები, დედაოები, მამაოები, ყველა ლოცულობენ რომ ეს უდანაშაულო ბავშვები გარეთ გამოვიდნენ და მე იმ ლოცვის ძალის უფლის იმედი მაქვს, რომელიც ეს სასწაულება მალე მოხდება. მეტი არაფერი. კი ბატონო. აუცილებლად იმედია რომ ეს ყველაფერი მალე მოხდება. ქაბატონ თეა, დიდი მადლობა თქვენ რომ აი ამ დროს ჩაგვერთეთ პირდაპირ ეთერში და უთხარით საზოგადოებას თქვენი სათქმელი. არ ვიცი თუ გნებავთ კიდევ ვინმეს რომ მიმართოთ და გითმობთ ეთერს თუ არა, საკმარისია. უღრმესი მადლობა რომ ჩემი გულის ნადები და ჩემი გულის ტკივილი გაიზიარეთ და მათქმევინეთ.